მოგესალმებით მეგობრებო, იმედია ხართ ახალი გაშლის განწყობაზე. ყველას მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და მადლიერი ვარ თითოეული კომენტარის, თბილი სიტყვების, ლაიქების კვლავ გთხოვთ მოიწონოთ ვიდეოები და იყოს მუდმივად ბალანსი ჩვენს შორის. მადლობა იმ ადამიანებს ნდობისთვის, ვინც მოდიხართ პირად კონსულტაციაზე. თქვენი უკავშირი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კვლავ გეილით კომენტარებში. დღეს კი მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თემით. რა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს, მაგრამ მანამდე გავაკეთოთ სიგნიფიკაცია. რა ურთიერთობაში ხართ ახლა? სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. პაუზა გქონთ ახლა და ამჟამად საკმაოდ გულნატკნები ხართ, საკმაოდ გულდაწყვეტილები ხართ, საკმაოდ ღელავთ, ნერვიულობთ აი ამ პაუზის გამო და თითქოს აქ ზოგიერთ თქვენგანთან თამაშდება დეპრესიული მდგომარეობაც, მაგრამ ზოგიერთი თქვენგანი უკვე აი ამ იმედგაცრუების შემდგომ პერიოდს გადის, როდესაც უკვე ძალებს იკრებს, რომ აღდგეს, გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, სადაც წინა პერიოდში იყო. თქვენ ამ მდგომარეობაში როგორ ხართ აი ამ ურთიერთობაში, თქვენი სიგნიფიკაცია, მოდი ვნახოთ. თქვენ როგორ ხართ? დიდი ცვლილებების ზღვარზე ხართ, თუმცა აქ თქვენ სტატუსს ინარჩუნებთ იმ მხრივ, რომ ძალიან მიზანდასახული ქალბატონი ხართ, ძალიან ქარიზმატული, ძალიან გამორჩეული, როგორც საქმეში, რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგდით და ზოგიერთ თქვენგანმა ძალიან დიდი გაკვეთილი გაიარა, დიდი ტრანსფორმაცია გაიარა და აქ ვხედავ საგვარეულოს გვერდში დგომას თქვენთან და სწორედ აი ეს საგვარეულო გეხმარებათ, რომ თქვენ კვლავ აიღოთ სტარტი და როგორც გითხარით უკვე ძალებს იკრებთ და თქვენთან მოვა მინიშნება, რომელიც ცხოვრების ახალ საფეხურზე გადაგიყვანთ აინთებით კვლავ და ნამდვილად ისევ იქნებით აი ეს მომხიბვლელი, გამორჩეული ქალბატონები, როგორც აქამდე იყავით, ინარჩუნებთ კვერთხების დედოფლის სტატუსს ნამდვილად. საკმაოდ მაგიური ქალბატონები ხართ, ინტუიციური ქალბატონები ხართ და რასაც ჩაიფიქრებთ, აუცილებლად გამოგდით. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ახლა როგორ არის სიტუაციაში. ისიც ტრანსფორმაციას გადის და ელოდება რაღაც ცვლილებას ცხოვრებაში, თუმცა მეგობრებო, სრულიად ეს ცვლილება გარდაუვალია, მაგრამ არ სურს შემოუშვას აი ეს დიდი ცვლილება თავის ცხოვრებაში მას და თითქოს ერთგვარად თავის თავში იკეტება ეს ადამიანი, თითქოს უგულებელყოფს აი ამ ცვლილებას და ცდილობს შეებრძოლოს არსებულ ცვლილებას. ეს ადამიანი. მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენზე ჩაფიქრებული ადამიანი, რას ფიქრობს. ნამდვილად ფიქრობს და გაანალიზების პროცესშია, თუმცა შეიძლება შორს არის, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანის ჩაფიქრებული ადამიანი
იყოს საზღვარგარეთ, ფარგლებს გარეთ და სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ქალაქში იმყოფებოდეთ. შეიძლება ამჟამად კომუნიკაციაც არ გქონდეთ ერთმანეთთან, მაგრამ ეს ადამიანი აცნობიერებს აი განვლილ გზას და აი ამ ცვლილებებს, რაც თქვენს ურთიერთობაში მოხდა. ამ ადამიანს კვლავ აქვს გრძნობები თქვენს მიმართ, მაგრამ იკეტება და აი ამ გრძნობების აფიშირებასერიდება. რის თქმა სურს და არ ამბობს, მოდი ვნახოთ, რის თქმა სურს თქვენთან. მას სურს თქვას, რომ აქვს ემოციები ნამდვილად და ახლა არის ისეთ ეტაპზე, როდესაც ცდილობს თავისი საქმე წარმატებულად გააკეთოს, გაართვას თავის საქმეებს, შეიქმნას კომფორტი, რაც ჰქონდა დაგეგმილი მას მიზნად, რაც ჰქონდა, თუმცა არ გეუბნებათ და არ გიმშხავნებთ იმ ემოციებს, რაც აქვს რეალურად თქვენს მიმართ. რის თქმა სურს, რას გეტყოდათ, რა სურს ამ ადამიანს თქვენგან, რა სურს ამ ადამიანს თქვენგან. ამ ადამიანს სურს, მეგობრებო, რომ არჩევანი გააკეთოთ. თანაც ძალიან სწრაფად. და ერთგვარად შეიძლება რაღაცით გაიძულებდათ ეს ადამიანი არჩევანის გაკეთებას. ცოტა მანიპულატორი ადამიანიც არის, შეიძლება ძალიან ბასრი სიტყვებით გტკენდათ გულს ეს ადამიანი, საკმაოდ სარკასტული ენა აქვს და სარკასტული გამონათქვამები აქვს ამ ადამიანს. მისი ერთი ნათქვამი შეიძლება ლახვარივით იყოს ადამიანისთვის. ამ ადამიანს სურს და მოითხოვს, რომ გააკეთოთ არჩევანი. თქვენ უკეთ იცით, რა არჩევანზეა, მეგობრებო, საუბარი. ალბათ უმეტესი თქვენგანი მიხვდება აქ. რის თქმა სურს კიდევ თქვენთან. მას სურს გითხრათ, რომ აი ის შეზღუდვები, რაც თქვენ თავში გაქვთ და საიდანაც გამოსავალს ვერ პოულობთ, რეალურად გამოსავალი არსებობს. ზოგიერთ თქვენგანს მამაკაცი შეიძლება სთხოვდა, რომ შვილს, ზოგიერთ მამაკაცს შეიძლება თქვენთან შვილის სურდა, ან თქვენ გსურდათ მისგან შვილი და აი ეს რაღაც გამოვალი სიტუაციაც ერთგვარად შეიძლება ზოგიერთ თქვენგანში ასე თამაშდებოდა და შეიძლება 100-დან 2-ზე რეზონირდეს ეს, მაგრამ მე ყველაფერს ვაჟღერებ აქ. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება მამაკაც, ზოგიერთი თქვენგანის მამაკაც შეიძლება ფინანსური პრობლემები ქონდა და აი ამ გამოვალი სიტუაციის გამო ისეთი კომუნიკაცია ვეღარ ხდებოდა თქვენ შორის, როგორიც თქვენ გსურდათ და მას სურს, რომ გამოვალი სიტუაცია არ არსებობს, გითხრათ და ყველა გამოვალი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. რას გეტყოდათ კიდევ ეს ადამიანი თქვენ? გეტყოდათ, რომ არ მოუტყუები ხართ, გეტყოდათ, რომ ის გულწრფელი იყო და მას შეუძლია დაფიცება, რომ მართალია კონკრეტულ სიტუაციაში და თუ თქვენ რომელიმე თქვენგანი მას ტყუილში ადანაშაულებდით, სიცრუეში ადანაშაულებდით ამ ღალატში, ეს ადამიანი იმოწმებს სამყაროს ღმერთს, რომ მას
თქვენთვის არ მოუტყუებია და გამოვალ სიტუაციაში აი ამ ყველაფრის გამო. მე თქვენ დაგელოდებით ყველას კომენტარებში, ახლა კი დაგემშვიდობებით მომავალ გაშლამდე დროებით.